სამი ძირითადი განზომილება რა. 185 ქვეყანაშია ნამყოფი, რაც ჰოლივუდი ძალიან ბევრი პლანეტა მყავს შვილოსანში. იახტით, თვითმფრინავით, ხან მოტოციკლეტით, ხან ფეხით, ნიკოლოზ ბარტყულაშვილი მსოფლიო მოქალაქეა ჩვენი. 24 საათიანზე ვარ ჩვენ შეთანხმებული მზესთან და. ასა ვთქვათ, მე გირჩები ვარ. ცხოვრებაში ისე არაფერი არ ხდება და ჩვენ რო გავიცანით ერთმანეთი, ხო. ისე რომელი ქვეყანა მოგეწონათ ყველაზე მეტად? ნიკოლოზ ბარტყულაშვილი არის ერთადერთი ქართველი იმ 82 ადამიანის შორის, რომლებიც მსოფლიო მოქალაქეები გახდნენ. ამას კი მხოლოდ თავისი ენთუზიაზმითა და მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით მიაღწია. ის 185 ქვეყანაშია ნამყოფი, რაც მინიმალური დანახარჯით მოახერხა. ნიკა ბოლო დროს ამერიკაში ცხოვრობდა, მოიარა ყველა შტატი, 6 თვე სხვადასხვა NASA-შიც კი იმყოფებოდა და მოკლედ ძალიან საინტერესო ცხოვრებას ეწევა და ირმა მე მინდოდა შენთვის მეკითხა თუ იცი საერთოდ რას ნიშნავს ეს მსოფლიო მოქალაქე. აი ახლა მინდა გავიგო ნიკოლოზს უნდა ვკითხო, ვინ მიანიჭა ეს საოცარი ტიტული, მაგრამ ნუ კაცი რო 185 ქვეყანაში 82 ადამიანში ერთადერთი ხარ ეთყობა არის ეს პრივილეგია მისთვის სრულიად დამსახურებული და მოდი მოვიწვიოთ ჩვენ ძირფასი. მოგესალმებით ნიკოლოზ, მობრძანდით. მობრძანდით ნიკოლოზ ბარტყულაშვილი მსოფლიო მოქალაქეა ჩვენი სტუმარი. როგორ ხართ ნიკოლოზ? გამარჯობა. ბედნიერად. როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს? ხარდებათ ჩვენი კაზატუას ტახტები გიგია. აი არჩევანი ყოველთვის მიჭირს ხოლმე რა ესეთ ორ-ლამაზ მან შორის შუაში რო ვიდგე. არ გამოვა. ცოტა ხანი აქ დავჯდე მე ცოტა ხანი იქ გავდე. ნიკოლოზ, მოდი მაყურებელსაც რომ ავუხსნათ, საერთოდ რას ნიშნავს ეს მსოფლიო მოქალაქე? ვინ მოგანიჭათ? ნუ მომანიჭა დამაჯილდოებს, მაგრამ დაჯილდოებამდე როგორ ხდება? პირველ რიგში სამყარო რა თქმა უნდა, ანუ მე ესეთი კუთხით უყურებ, რომ ადამიანი რასაც ფიქრობს, იმას აღწევს. და მე ბავშვობიდან ესეთეროდ ვთვლიდი, რომ ადამიანის არამხელაზე შემოიღობავს თავის არეალს რა, მაგალითად სხვა ქვეყანაში რო ხარ, ეუბნები რომ ქართველი ხარ, ქართველს რო ხვდები, ეუბნები რომ ამ კუთხიდან ვარ, შეიძლება ვთქვა სვანეთი, კახეთი. ანუ ეროვნება არ გაგაჩნიათ თქვენ? ამას გულისხმობთ? არა, ქართველი ვარ. არა, ხო, მაგრამ ქართველი ვარ, ან ეს მშობლიური რაღაც სიტუაცია სხვა არ, მაგრამ მე ბავშვობიდან უყურებდი რომ დედამიწა ამხელა ვეებერთელა სამყაროში, სადაც ერთი ბეწო დედამიწა ვართ, ანუ ერთი აორთქლება, რასაც ქვია და იქაც რომ რაღაცის გაყოფა და რაღაც, ანუ მე სოფლიო მიყვარს მთლიანი. და მე ესე მელამაზება. ანუ თქვენ თქვამთ სოფლიო მოქალაქე. კი, ბავშვობიდან ესე ვიყავი და ნუ მე უბრალოდ რაღაც ეს საბუთიც რომ რასაც გადმომცეს, უბრალოდ გამიმარტივა, ასე ვთქვათ, მოძრაობა და 11 პიროვნება საიდუმლო პირი არის და ეს შეიძლება სხვადასხვა ტიპი ამ სიაში. მე არ ვარ საიდუმლო ტიპი, მე გახსნილი ადამიანი ვარ, მოსიყვარული ადამიანი ხალხისთვის და მაგიტომაც კარგი, ეხლა გითხარით რა სახის მოგზაურობები გაქვთ, რა ტრანსპორტს იყენებთ, იმიტომ რომ მინიმალური დანახარჯით თუ ასე წავიკითხეთ და აი რას ნიშნავს? თვითმფრინავით არ დადიხართ, კომფორტული გზაურობა თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. აი როგორ? ძალიან მნიშვნელოვანია, აკრეფ პირიქით. ანუ გოთ როგორი მომენტია. მე რასაც ზოგადად საქმიან და როგორც მოქმედებ, მე როგორ ვარ რა, ანუ ერთიანად თქვა რაღაცთან ხავიღე და მოგზაურობ შეიძლება იახტით, თვითმფრინავით, ხან მოტოციკლეტით, ხან ფეხით, ანუ მაგრამ თავარი ჩემთვის არის მიზანი. მე როდესაც რაღაც მინდა, მაგალითად მინდა ვთქვათ, აქვე ბაქოში წასვლა. თუ მაქვს მივდივარ ვთქვათ თვითმფრინავით, თუ ცოტა ნაკლები მაქვს ავტობუსით, თუ საერთოდ არ მაქვს ფეხით, მაგრამ მივდივარ, მაგრამ ის მომენტი რომ აი რა და როგორ, მაგრამ თან რა მომენტი მოგცით, რომ აი დაგეგმარებით არ ვაკეთებ ხოლმე. მოგზაურობა ჩემთვის არის აი თავისუფლების შეგრძნება და ის რომ ვთქვათ, აი ახლა რაღაც მინდა, ავდექი წავედი ეგრე, აი ეს მომენტი რა. ღამე დღე წვიმა ქარი რაღაც ანუ ესეთი რაღაცები დაბრკოლებები არ მაქვს, იმიტომ ადამიანი გონებით მართავს ყველაფერს და მე თუ რაღაცა აქედან მინდა, უკვე არც მეძინება, არც მშია იმ პერიოდში და ასე შემდეგ და თავისთავად ვცდილობ რომ თუ არის საშუალება მაქსიმალურად კომფორტულად გადავაადგილდე ხოლმე რა. იცი რა, ესე სპონტანურად ავდგე და სადღაც წავიდე, ჩემთვის მაგალითად ცოტა რთულად ჟღერს და არ არის რაღაცა დაკავშირებული პრობლემებთან. ეს უკავშირდება ზოგადად, ეს შეიძლება იყოს თქვათ, შინაგანად როგორი ადამიანი ხარ, მაგალითად მე ძალიან ბევრი პლანეტა მყავს შვილდოსანში და ანუ შინაგანად ანუ ეს არა, თევზები ვარ, მაგრამ 6 პლანეტა მყავს შვილდოსანში და უფრო მეტად შვილდოსანი ვარ. შვილდოსანი ვარ და თქოს თევზებში მაქვს პლანეტები. აღარ მიყვარს მოგზაურობა. მე გირჩები ვარ. გირჩები. ძალიან ანუ ემოციური, ესე იგი. ხო, ანუ ეს შინაგანი მომენტია ალბათ რა და თან ჩემთვის მოგზაურობა აღმოჩენაა რა, ყველა შინაგანად ვართ მოგზაურები. აღმოვაჩენ სხვადასხვა რაღაცებს, ზოგი თქვა ციგნიდან. არ მოგდეს და ჯერ. რამდენი წლის ხართ? დედამიწის დროით 37 წლის.
სხვა დროებიც არის? გალაქტიკის კი, დრო? თავისთავად, ანუ რას როგორ შეადარებ, ანუ გალაქტიკას რამე სხვა გალაქტიკას თუ შეადარებ, იქიდან იწყება ათვლა, მაგრამ დედამიწის დრო ხო. კი, დედამიწის დრო შედარებულია მზესთან და მაქედან არის აღებული, თქვათ, ანუ ციკლი, თქონდათ საათის, წლის და ასე შემდეგ, ხო და. მაგრამ დედამიწა მთვარესთან სხვა დრო იქნება, მთვარე მზესთან სხვა დრო იქნება, ხო? აი მაგიტომ იძახი დედამიწა. მაგრამ 24 საათიანზე ვარ ჩვენ შეთანხმებული მზესთან და ამიტომ გეკითხებით. ჩვენი გაგებით ხო 37 წლის რა ხო 37 ნიკოლას მე მინდოდა მეკითხა თუ არის ისეთი ადგილი რომელიც ეხლა დღემდე ოცნებად გაქვთ და გინდათ რომ აი მოინახულოთ არა როგორ რაღაცა არის ცით მე მსოფლიო მოგზაურობა რამოდენიმე წლის წინ მოვწურე ანუ მოვიარე მთელი მსოფლიო და მე უბრალოდ მინდოდა რაღაც რამოდენიმე ქვეყანას რომ ჩაუღრმავდე და მაგის გამო ბოლო რამოდენიმე წელი გავჩერდი ამერიკაში იმიტომ რომ დიდი ბერთელა ქვეყანაა და მინდოდა რომ მას ჩაუღრმავებოდი არა მარტო ის რომ მოვიარე ყველანაირად ვერტფრენდებით, მოტოციკლეტით, იახტით გარშემო თუ ყველა 50-ვე შტატი მანქანით გადავკვეთა და ასე შემდეგ. აი მოვლის დროს, ანუ რა პირველ რიგში ჩემთვის არის ხოლმე ბუნება და ანუ ადგილების აღმოჩენა. შემდეგ უკვე კონკრეტულად ამერიკაში იყო, ანუ რაზეც დგას ამერიკა, ძირითადია მამოძრავებელი ძალა, ეს არის თქვათ ჰოლივუდი NASA თქვათ სამხედრო სისტემა. ხო, ანუ ლას-ვეგას ჩემთვის ფუნქცია არ გააჩნია, იმიტომ ცოტა ეს კაზინო და რაღაცა. არა, მაგაზეც დგას. რა თქმა უნდა. ხო, ანუ ერთ-ერთი ქალაქი და კი, ბიზნესურად კი, მაგრამ ანუ ინფორმაციული სამყაროთი მაინც ჰოლივუდიდან კონტროლდება ის ლას-ვეგასის სიტუაციების. ანუ ინფორმაცია არის ყველაფერი რა და ეხლანდელ დროში მით უმეტეს თუნდაც ყველა შტატი მოიარეთ აბსოლუტურად. კი, 50-ვე შტატი, კი. ხო და ანუ ამის შესწავლის შემდეგ მე უკვე თემები შევისწავლი, ანუ თუნდაც იგივე იქ ტრანსპორტირება როგორ ხდება, ნავთობის ქვეყანა გვინდა არ გვინდა, რაღაც ამ დიდი თემები, რაზეც თქვა თვითონ ამერიკა დგას და როდესაც ანუ ამოვწურე, ნუ ამ ეტაპზე ესე ვთვლი მე რომ ამოვწურე, ანუ ძირითადი რაღაცები რო შევისწავლე, უკვე მოვიწყნესავით, რასაც ქვია და არ დაგჭა და რაღაცა რომელიღაც არქიპელაგში რაღაცა კუნძული არ დარჩა რო არ ყოფილხარ, ვერ დავიჯერებ. როგორც ეხა შეიძლება რომელიღაც რაღაც გზა, რაღაც ბილიკი, რაღაც ესეთნაირად დარჩენილი რაღაც იყოს, მაგრამ ის რომ ძირითადი არა ყველაფერი 51 შტატსაც რო ეძახიან, ანუ პორტო-რიკო იქაც ვიყავი, ანუ იმიტომ იგივე ანუ არაოფიციალური შტატი არის ფაქტიურად და ანუ იქაურობა რო მოწურე, უკვე დავემშვიდობე იქ, სადღაც ერთი თვით ადრე დავდე პოსტი, რომ მეთქი მივდივარ, მშვიდობები ამერიკას და ყველა შტატში მოტოციკლეტით გამოვუარე ქართველებს, ყველგან დავემშვიდობე, ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე მოტოციკლეტით გადმოვლახე, ან ფაქტიურად ატლანტიკის საწყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდე და მე წამოვედი აქედან. ანუ აბა მსოფლიო მოქალაქე, აბა რა ქვია ახლა. არის ნამდვილად. ისე 185 თუ შეიძლება ციგნებს გაჩქეთ, ეს ძალიან ძველი ჩემი პირველი ციგნია ფაქტიურად, უბრალოდ აღარ იყო, ანუ არც გაყიდვაში არ არის. ხო და დავათვალიერებთ. ხო. ისე რომელი ქვეყანა მოგეწონათ ყველაზე მეტად? თან აქეთ გადმოვჯდები უკვე რა შეგვიძლია და ეს კიდე სტუდიას ეს ცოტა რაღაც ნაკრებივით არის რამოდენიმე სიტუაციის ეს სტუდიას ესე ულამაზეს გარემოში როზე ხართ. ნიკოლას, თქვენი რჩეული ქვეყანა რომელია? თუ შეიძლება გაგვიგეთ. როგორც გითხარით, ან გაყოფა არ მიყვარს, ან თან ციფრებით და რაღაც. დედამიწა მთლიანად მომწონს, არის უბრალოდ არეალები, რომელი არეალებიც იყოფა ჩემს გაგებაში ესეთნაირად, რა ძირითადად დედამიწაზე არის სამი ძირითადი განზომილება, რა. ეს არის ჩრდილოეთ ქვეყნები, ჩვენს ზევით რო არიან და ცივი ქვეყნები, ვთქვათ, ეს იქნება, ვთქვათ, სკანდინავიის ქვეყნები, რუსეთი, ვთქვათ, კანადა და ასე შემდეგ. არის მეორე ზონა, უდაბნოს ქვეყნები. ანუ მშრალი ვთქვათ, თუნდაც აი საჰარა და ნუ ასე შემდეგ რა, იქ რა ქვეყნებიც არის და არის კიდე ტროპიკული ქვეყნები. რომელ არც ერთ ადგილას ამ სამი განზომილებიდან არც ერთი არ არის კარგი საცხოვრებელი, ისეთი როგორც არის ჩვენი ტერიტორია და ჩვენ ზოლზე, რომელიც არის რა, ეს შეიძლება იყოს ვთქვათ, ხო, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და იქით ხარ ეს უკვე კალიფორნია და ასე შემდეგ. ანუ იმიტომ რომ ამ ზოლში, ანუ ჩვენს ზევით მაგალითად ხო, ყველა ხო არის ცივი ქვეყნები და ეხლანდელი რესურსით შექმნილი აქვს ყველაფერი, თუნდაც აი ნორვეგიაში ესა სავალ ბილიქს ათფობენ, გათფობა აქვთ ქუჩაში გაყვანილი ხვდებით, რომ ანუ ყინული არ დაედოს. მაგრამ ანუ ეს რესურსები რო არ იყოს, თუნდაც აი უდაბნოს ქვეყნებში რო არ ჩადიოდეს ტანკერებით ბევრი პროდუქტი, თქვათ, ისეთი ქვეყნები როგორც ჩვენი აქედან. ხო, ანუ თქვათ, იქ სათბურები აქვთ მოწყობილი და ჩვენ ისეთ ზოლში ვართ, გინდა არ გინდა, რომ უკვე მაგარი ქვეყანა ვართ, ხვდებით, აი ეს მომენტს მინდა ხოლმე ყოველთვის ხაზი დავუსვა. 12 ენა მართლა იცით? ანუ ვიცოდი, როგორც იცი დროს 12 ენა იცით.
დროთა მანძილზე ადამიანს ამ რაღაცები თურმე ავიწყდება, ანუ ვიხდი და რაღაც პერიოდით ეხლა თუნდაც აი არაბული, ეხლა უცბად რაღაც მომენტით აქა-იქა ვიჭერ ხოლმე რა ფაქტურად. როგორ არის იცით ეს ენები არის მსგავსი ენები, რომელიც ანუ ერთი ჯიშის არის, მაგალითად აი სლავური ენები, მაგალითად აი უკრაინული კარგად ვიცი, რუსული კარგად ვიცი და რაღაცა იქიდან ცალსახად. რო ჩამოგვით. ესე იგი, ნიკოლოზ არ მოგწონს კონკრეტული პასუხის გაცემა, ვერაფერზე ვერ გაგაცემა. რამე სამყაროს კონკრეტული რა აი ესეთი რატო იცით მთლიანობაა ყველაფერი, თუნდაც იგივე ციფრები, ყველაფერი, კონკრეტიკას ადამიანები ვიგონებთ, ადამიანები ვანიჭებთ. თუნდაც ადამიანების წლოვანება, ანუ ყველა მაგალითად კი როგორ არა, იმიტომ რომ მე მინახია 20 წლის ბებერიც უკვე რა არაფრის კეთება და არაფრის მიზანი და ის რა აქვს და მინახია მაგალითად 80 წლის ადამიანი რომელიც ანთებული ოცოთ აბარა გავაკეთებთ, ანუ აი ესეთი ის და ანუ თავარი სტიმული მოდის გონება, გული, აი იმის გაერთიანება. საქართველოს კარგად იცნობ ამასობაში? ამასობაში მე მგონი კი, მე ესე მგონია რომ კი, იმიტომ რომ ფაქტიურად იყო სადღაც 1-6 წლის წინ ვიყავი საქართველოს ჩამოსული და ძალიან ბევრი მეუბნებოდა რომ ამდენს რომ მოგზაურობ აბა საქართველოს რაღაც და ანუ ერთხელ კიდე ესე პატარა მოპედი მყავდა მაშინ რაღაც საქართველოს დროშით და მოვიარე დაწყებული ანუ სვანეთი, მაღალმთიანი აჭარა ესე რაღაც თუშეთი და ასე შემდეგ, ანუ ყველგან კიდევ ერთხელ და ეხლაც მაგიტო ვარ ჩამოსული, ეხლა ჯერ ანუ აღმოსავლეთი მოვიარე და ეხლა დასავლეთის მხარე კიდევ ერთხელ მინდა შევიგრძნო. მოვლილი და წეგან თქვენ ახსენეთ ჩრდილო სარტყელი და სამხრეთი და ეკვადორის ქვემოთ, ხო? აი არქტიკა და ანტარქტიდა თუ გაქვთ მონახულებული თუ ეგენი არა? ან როგორ იცით, ჩრდილოეთში აი ნორვეგიის ერთ-ერთი კუნძული არის, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით არის, ხო, იქ ვიყავი, მაშინ ანუ ეს ცის ნათება, ანუ ჩრდილოეთის ნათება, აი მაგაზე ვიყავით, ანუ გემის ექსკურსია ჰქონდა. ექსიტვე რო არ ღამდება, ხო? კი, და თან რა მომენტი არის, იცით, ესე შეიძლება აი ბევრი რაღაც მომენტია, თუნდაც აი ახლა გრენლანდია ხო უდიდესი კუნძული არის და ყველა მხარეს მოვულა თუ ასე შემდეგ, ანუ ბევრად საინტერესო არაფერი არ ხდება, მე ხო ვეძიები რაღაცების აღმოჩენას. ის რომ უბრალოდ დავფიქსირდე, თუნდაც ანუ საბუთში რომ დამიფიქსირდეს იქ ვიყავი, ეს აღარაფერს არ მაძლევს. ხო, ანუ უცნაური ისლანდია, ყინულის რო ქვია, ის არის მწვანე და გრენლანდია, გრინ რო ქვია, ის არის. ხო, იმიტომ ეგ არის როგორ იცი, ანუ მექსიკის ყურიდან რომ მოდის გოლფსტრიმი არის ესეთი თბილი დინება, რომელსაც მოაქვს თბილი ჰავა მოაქვს იქ ჩრდილოეთში, ანუ ხო მაგით არ განისაზღვრება. ესე რა ვიღოთ, მაგალითად არის ბევრი მხარე, რომელიც უდაბნო უნდა იყოს და ვთქვათ, ანუ ეს ოკეანის მიმოქცევის მიხედვით არის, ხო. როგორი ფაზა, ესე ინგლისში უნდა იყოს ძალიან ცივი, ესე წესით, მაგრამ რახან ეს გოლფსტრიმი, რომელიც ამოედინება ოკეანიდან. უნდა იყოს სახელით ეგრე, მაგრამ იცით რა მინდა თქვით? 6 თვე დაყავით NASA-ში. კი. ანუ კონკრეტიკებზე ცოტა ისე ვარ ხოლმე, მაგრამ არ უხსენო, მაგრამ კარგად ხანს იყავით NASA-ში ხო ვიყავით. კი ბატონო, მოდი მაგას ვიტყვი, რა მომენტში სადღაც ერთი 6-7 წლის წინ აი საქართველოში ტელევიზიებში იყო დაფიქსირებული ეს მომენტი, რომ ანუ მსოფლიო მოგზაურობის შემდეგ რა გეგმა გაქვს და მეთქი ანუ მივდივარ კოსმოსში რა და ესეთი მომენტი მქონდა და პირველი ანუ ამერიკაში როგორც კი დავიწყე ცხოვრება, მაგით დავინტერესდი, ჩავეძიე ძალიან ღრმად, სად რა როგორ რაღაც და მე დავიწყე იქ რაღაცა როგორ? გინდოდათ მართლა. კი, და ეს უკვე როგორც უკვე ასტრონავტული ვთქვათ, ანუ ვარჯიშები და ეს მომენტები რომ დავიწყე და უკვე ღრმათ რო შევისწავლე სისტემა, მე მივხვდი რომ მე აღმოვაჩინე რომ თურმე საჩემო არ ყოფილა, რატო? იმიტომ რომ როდესაც ხარ ასტრონავტი, ხარ სხვაზე დამოკიდებული, ფაქტობრივად რობოტი ხარ, ანუ შენ ვერ წვითავ ვერაფერს. არის საჭირო, ნახეთ, არ მოეწონა. აი, ზუსტად. არა, რატო? თან ახლა ბევრი რაღაც არის, რაც კონფიდენციალური ინფორმაციებიც არის უბრალოდ და მაგიტომაც მე ესე ცოტა მინდა რომ ესე ლამაზად დავალაგო რა სიტუაცია და არის რაღაც მომენტი, რითიც მე რაშიც მე თავისუფლების მოყვარე ადამიანი ვარ და თან ეს სკაფანდრების სიტუაციები, რაღაცები და თან სადაც ხარ, როგორც ხარ და არაფრის გადაწყვეტილების უფლება არ გაქვს, მივხვდი რომ ეს საჩემო არ იყო და სადღაც ალბათ ერთი 25 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ მე ყველანი მოგზაურებთ ძალიან მარტივად, იმიტომ ბევრი ახლა ტექნოლოგიები ისე ვითარდება, რომ არა, მე მაგალითად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემ ცხოვრებაში ისე არაფერი არ ხდება და ჩვენ რო გავიცანეთ ერთმანეთი, ესე იგი ხო და არის ჩვეულებრივ საძლებელი, რომ რამოდენიმე წელიწადში ჩვეულებრივ წავიდეთ უკვე კომფორტულად. ეს ერთი თქვენი სამომავლო ეს თქვენ გეგმაა, ხო და კიდე რა. მარტო ჩემი არა, ჩვენი ყველასი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოხდება ესე თავისუფალი მოძრაობები. თუნდაც მე რომ მაგალითად 18-20 წლის წინ
მოგზაურობდი, მაშინ იყო ძალიან ის, რომ სადღაცას იქ რაღაცა, იქ როგორ იყავი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეხლა უკვე ყოველი მეორე თუნდაც რაღაცა მიდის მოდის და გამარტივდა და სულ ადრე კიდე მაგალითად იყო ესეთი მარკო პოლო, რომელიც იტალიიდან ჩინეთში წავიდა, მაგრამ მაშინდელი მსოფლიო ეგ იცოდნე, ხვდებით? ანუ და სხვა ტრანსპორტირებადაც იქ ცხენით, ფეხი და ასე შემდეგ და მაშინ ის იყო მსოფლიო მოგზაური. მე მაგალითად სადღაც ერთი 10-15 წლის წინ, ხო? შეიძლება ვეღაცთვის იყო ვაუ, მაგრამ ეხლა ესაც ჩვეულებრივი მომენტია, იმიტომ რომ ერთ-ერთმა გოგონამ რაღაც მოხსნა მსოფლიო რეკორდი აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, იმით რომ უბრალოდ ჩავიდა, ჩაურტყეს ბეჭედი, რომ დაფიქსირდა იქ, გადაფრინდა და მე ანუ არავის არ ვეჯიბრები მაგ კუთხით, მე უბრალოდ ანუ აღმოჩენებს ვეძებ. ესე რეკორდები მაინც ფიქსირდება, ამიტომ გისურვებთ, რომ ბევრი რეკორდი კიდევ დაგემყარებიოთ. რა მსოფლიო მოქალაქეობის იქით რა არის, მე არ ვიცი, მაგრამ რას თქვენ გინდათ ის გააკეთებიოთ? ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ეგ სიამოვნებს ყველაზე ძალიან. და ეს უბრალოდ ანუ საშუალებაა, რომ უფრო მეტი შეიძლება მარტივად გადავაადგილოთ. ძალიან დიდი მადლობა ნიკოლას. მართლა საოცარი და ძალიან მადლობა, ესეთი ლამაზები რო ხართ, ესეთ ლამაზ გარემოში რა. ვიხარია რომ გვესტუმრეთ და შემოგვიარეთ საინტერესო ისტორია. შემოგვიარეთ ხოლმე, როცა ჩვენ სარტყელში მოხვდებით, ყოველთვის.